უნდა მიმართონ. გადავარჩინოთ მოქვის სახარება შუა საუკუნეების უნიკალური ქართული საგანძური განადგურების პირას. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული სახარება მძიმე და სავალალო მდგომარეობაშია. უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლის გადასარჩენად საქველმოქმედო ღონისძიება დღეს სასტუმრო Redison Blue Iveria-შია დაგეგმილი. დეტალებით პირდაპირ ეთერში გვერდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანა ბაქანიძე. მოგესალმებით. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, მოვუყვეთ მოკლედ მოქვის სახარების შესახებ და განმარტოთ მისი მნიშვნელობა. მოგესალმებით გვანცა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ დაინტერესდით ამ თემით. მოქვის სახარება არის უძველესი ხელნაწერი, რომელიც დღეისათვის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არის დაცული და ის სასწრაფოდ საჭიროებს თითოეული ჩვენგანისგან შოლას. ეს ხელნაწერი გადაიწერა 1300 წელს, უბრალოდ მისი გადაწერა დასრულდა 1300 წელს აფხაზეთში. არის გამორჩეული თავისი მინიატურებით, რადგან მასში არის 162 ფურცლოვან ოქროზე შესრულებული მინიატურა, რომლებიც დღეს საჭიროებს სასწრაფოდ საჭიროებს დიაგნოსტიკას პირველ რიგში და შემდეგ უკვე რესტავრირებას. როგორ მდგომარეობაში ამ მომენტში მოქვის სახარება და რა საშიშროება ემუქრება მას თქვა თუ არ განხორციელდა მისი რესტავრაცია უმოკლეს ვადაში? პროცესი, როგორც მოგახსენეთ, აუცილებლად უნდა დაიწყოს მისი რესტავრირების, რადგან დროთა განმავლობაში ფურცლოვან ოქროზე დატანებული საღებავები ცვივა და შესაბამისად ეს აზიანებს უნიკალურ მინიატურებსაც. პირველად დასკვნა და ვარაუდი არსებობს ესეთი, რომ ეტრატსა და ოქროს შორის კონტაქტი იკარგება და სწორედ ამის გამო ეს უნიკალური მინიატურები ზიანდება, თუმცა აუცილებლად არის დასაწყები რესტავრირება აი ამ ხელნაწერის, მაგრამ პირველ რიგში უნდა ჩატარდეს განსა დიაგნოსტიკა მისი. პროექტი უკვე მიმდინარეობს დიდი ხანია და ზოგადად რა ღონისძიებები გატარდა და გადავიდა დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზეც. საქველმოქმედო კამპანია უკვე რამდენიმე თვეა დავიწყეთ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს კამპანია მიმდინარეობს ცოტა ადრე დაიწყო, ასე ვთქვათ. ჩვენ ჩავატარეთ საქველმოქმედო ღონისძიება მარჯანიშვილის თეატრში, გვაქვს სპეციალური ნომრები აღებული 700-685, სადაც თითოეულ მსურველს მაქცის, ბილაინსა და ჯეოსელის აბონენტებს შეუძლიათ გარეკონ და თავიანთი 1 ლარი გაიღონ მოქვის სახარების გადასარჩენად, ხოლო დღეს გეგმავთ საქველმოქმედო აუქციონს, ძალიან მასშტაბურ ღონისძიებას, სადაც წარმოდგენილი იქნება 9 განსხვავებული კატეგორია და 100-ზე მეტი ექსპონატი და თითოეულ მოქალაქეს შეუძლია რომ ჩაერთოს და დაგვეხმაროს აი უნიკალური ხელნაწერის გადარჩენაში. ვინ გაიღო ნივთები ამ აუქციონისთვის? სულ რამდენი ლოტი შეგროვდა და თუ გამოარჩევდით რომელიმეს? ძალიან ბევრი არის შეგროვებული სიმართლე გითხრათ და ჩემთვის რთულია რომ რომელიმე მათგანი გამოვყო. შემიძლია მაგალითისთვის დაგისახელოთ ირაკლი ფარჯიანის ნახატი, რუსლან ფეტუიაშვილის, ლევან ცუცქირიძის, გოჩა კაკაბაძის შემოწირულობა. არის პირადი მემორიალური ნივთები, არის ნინო ანანიაშვილის მემორიალური ნივთი, მორის ფოცხიშვილის, მუხრან მაჭავარიანის, არის ხელნაწერების კატეგორია ცალკე, სადაც არის ჭაბუა მირეჯიბის ხელნაწერი და ასე შემდეგ. ძალიან რთული არის კიდევ ერთხელ გეტყვით გამორჩევა რომელიმე მათგანის, რადგან თითოეული ეს ადამიანი დაგვეხმარა უანგაროდ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, ისევე როგორც თქვენი მხარდაჭერა და ჩვენი მაყურებლების მხარდაჭერა. და ბოლოს რა თანხაა საჭირო იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და თუ არის თქვა ცნობილი უკვე ვინ გაუკეთებს ამ უნიკალურ ძეგლს რესტავრაციას? ცოტა რთული არის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მე გეტყვით ერთ ამას, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა წარუდგინა პროექტი იუნესკოს და იუნესკომ დააფინანსა ხელნაწერის დიაგნოსტიკა. აგვისტოში საქართველოში ჩამოვა იუნესკოს ექსპერტი ეტრატზე რესტავრირების საკითხებში, რომელიც დასვამს დიაგნოზს და ზუსტი თანხის დასახელება უკვე აი ამის შემდგომ, ანუ კონკრეტული დიაგნოზის შემდეგ შეგვეძლება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავჩერდეთ, ამიტომაც არის დღევანდელი ღონისძიება დღეს დაგეგმილი. ვფიქრობთ, რომ თითოეული დღე უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დამატებითი თანხები შევაგროვოთ და დამატებით მხარდამჭერები ვიპოვოთ უნიკალური ხელნაწერის გადასარჩენად. ძალიან დიდი მადლობა, მინდა გისურვოთ წარმატებები და ვიქონიო იმედი, რომ ეს პროცესი ძალიან მალე დაიწყება. ჩვენ კი რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ